რასაკეთებ? რა ვქნა კაცო, ცხელია. მე პირდაპირ ჩაინიკი და როსო დაელოდე და გაცივდება. დაელოდე რა კარგია. თქვენ რო გელოდეთ ცხაცხა თუ ეგეც საკმარისია. ეხლა გადაგიქცევ მაგ ჩაიციცოდე. ნერვებზე მირტყავს. კარგი ხო. და ვერაფერი გამიკეთებია ჩემს სახლში რა. არა როგორ გიკედრება? ვინ აპილასოსებდა დილით რომ ეძინა? არა მტვერში ამოვიგო და ველიდან თავს რა. წამედი ერთ ჩემო თახში აღარა მაქვს შენი ნერვები აღარ ჩაიმინდა და არაფერი. ინგა საჭმელს ხორში მოგთავაზებდი ოჯახს. მოდით ხო და გავაკეთებ აგერ ჩაის. ისევ ერთი პაკეტი თუ უნდა გააკეთო სამივე ჭიქა. არ მინდა მაშინ. წყალ-წყალა ჩაი. ესე გამის თვალს ხო არაფერი გამოეპარება რა. ისატო ვერ დაინახე. წვერი რო იყო გადმოსაწმენ, დიეტა კი რო იყო დასაგველი. სათავისოდ ხედავენ ყველაფერს. იმიტომ ვერ დაინახე რომ სულ ტელეფონშია ჩამძვრალი. ღამის 4 საათზე დაიძინა გუშინ. შერეიცინე რომელზე დავიძინე? ესე იგი შენს გეღვიძა. მე ტუალეტში ვიყავი გამოსული მუცელი მტკიოდა. მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი. დედა როგორ არის ბავშვი კუჩში შეკრული? უკაცრავად საჭმელს ხო არ ვჭამ? ტყუილსუპს გავაკეთებ დღეს და შეჭამე. იქნება გიშველოს. ტყუილის სუპი რა არის? რადგან შეგმითხვა აქ ბოსტნეული, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანილები, ტყუილია ყველაფერი. ანასტასია ჭამას რომ მორჩები, მაგიდა დამხვდეს მილაგებული. თორე ისევ საჭმლის გარეშე იქნებ იცოდე 2 დღე. აუჯემთ კი ვამუცელი, კიდე რა დავლია ნახშირი. ხო ხედავ მარიკო რო არ გშველის ნახშირი, პერედოზი არ მოგივიდეს კაცო. 3 ლისტი დავალევინე უკვე. ვაიმე ოყნა გავიკეთოთ მარიკო და ეგრევე გახვალ კუჩში. ვაშო ბუნება ისწავლე, ნეც არ გამომკითხოს. რა? არაფერი. ბავშვებო დასხედით. აბა დღევანდელი გაკვეთილი რაზე გქონდა ხეებზე, ხო? დიახ, მას. არ ჭირდება დაზუსტება რა. დავსვავ კითხვებს და მიპასუხებთ. მე არ მისწავლია, ვერ გავიგე ვერაფერი ამ გაკვეთილში. რა ქნა იცი, ვითომ რეულში რაღაცას წერ და არ კითხავს არაფერს. აბა ხის ფოთლები, ვინ მეტყვის რატომ სჭირდება ხეს ფოთლები? აბა ლომსაძე გისმენ. ხეს ფოთლები ცვივა. აი ღირა რო გაგწვიდება ერთები, მაგას მე ნახავ. რა პასუხია ეგ? აბა სრული პასუხი ვინ იცის? შენ ორიანი. მიპასუხე კვინიკაძე. ხეს ფოთლები იმიტომ აქვს, რომ შეისუნთქოს ნახშირორჟანგი და მოგცეს ჟანგბადი. ძალიან კარგი. აბა ბავშვებო ვინ მეტყვის რატომ უნდა დავრგოთ ეზოში ხე? ხე იმისა უნდა დავრგოთ, მასწავლებელო რო გეიზრდება, მე მოუჭრათ და გქონდეს შეშა. თქვენ ოჯახში ალბათ ჯერ არ შემოუღწევია, ხო გაზის გამათბობლებს. მაშინ გადაერთხელ ღუმელი და ბებიაჩემა გააჩინა ხანძარი დაგვეწვა მერე ის სახლი. ხო აი რა საშიშია. აბა ბავშვებო ვინ მეტყვის რატომ არ უნდა მოვწიოთ სიგარეტი? აბა კვინიკაძე. და ჩემი ამბობს სიგარეტს თუ მოწევ კიბო გაგიჩნდებაო, მაგრამ თვითონ სულ ეწევა. სიკვდილს ნატრობს ხოლმე. ხო ალბათ ეხლა ეგ ოჯახშია პრობლემები. მან საჭიროა თახში რომ გავიდა შეიძლება? რა იყო ბერიძე სახში ვერ მოითავე? არა. აბა ომარიკო მთელი გაკვეთილია რო ჩუმად ხარ. საიდან იღებს ხე, საკვებს და წყალს? მას ბერიძე წყალს აქცევს მე მგონი იატაკზე. მგონი კარგი ვქენით, ხო რომ გამოგიარეთ. ერთობიან ბავშვები კარგად ოთახში. კი, ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. როგორ ახართ აბა სახლში, დედა როგორ მიჭერს ეს ოქროს ბეჭედი? რა ვიცი ძველებურად, სამსახურის სახლი. დედა ომარიკო, რომ ხელა გაზრდილ ხარ, როგორ აიყარა ტანი?
რა ვიცი, დედამ მითხრა, რომ 3 სუტყვა გადამული თუ შეჭამ, მაწვნის სუპს გაიზრდებიო და ალბათ მაგიტო. ხო შეიძლება. რა ხდება, რატო შევწუხდით? აუ, ქეთნა დეიდა, შეიძლება დათუნა რომ ჩვენთან შეხვდეს ახალ წელს. არა, უმარიკო, დათუნა თავის სახლში ხვდება ჩემთან ერთად. მეგონა რომ მარტო იქნებოდა სახლში. დედამ მითხრა, რომ ქეთნა დეიდა საროსკიპოში ხვდება ახალ წელს. კარგით. ესოთა რომ მოდიოდი, ანასტასია იყო ბესეცკაში და ლუცავდა ბიჭებთან ერთად. რას ქვია უმარიკო ლუცვამ და მაღაზიაში ჩავაგზავნე? გადაიხედე თუ გინდა ფანჯრიდან. და ის სიმღერა ქონდათ კიდე ჩართული. ვოდკა პივა, პატკანეცკა პარაწივა. ეგ. მოვედი. მოგიტანე ეს გუშონიცე. და რატო სვავდი პივას ქალბატონო? აუ, ნახევარი ბაკალი დავლია მარტო. და ვაფშე ვინ გითხრა რომ პივას სვავდი? ბავშვმა მითხრა. უმარიკო? აუ შენ, იროცე რომ ახალწლამდე მიაღწიო, გაიე? შპიონი ბავშვი. რა მაგარი რაღაცა. დედას უნდა გაუჩალიჩო. დედა ხათო როგორ გამახარე ახლა არ იცი. გელოდებით მაშინ 11-ში. კაი, ცელუიო. ბავშვებო, ხათუნა დეიდა ჩამოვიდა და პრაზნიკებზე მოვა ჩვენთან. დღეს რო გავერთო სახში შეიძლება? ვაიმე უმარიკო, ეხლა ისეთი გახარებული ვარ, რომ რაც გინდა გააკეთე. ოღონდ კანონის ფარგლებში. ანასტასია, გინდა მაგარი რაღაცა გავაჩალიჩო? ისევ ტუალეტის ქაღალდით უნდა გააქრო მაშინ დელივით. ვეიგა დამირჩები. ეგ არა. დაველოდოთ. ვაიმე, ძლივში რაღაცა ნორმალური გააკეთა ამ ბავშვმა. ძალიან მაგარი მოვიფიქრე ჯოკრის თამაში. თან თიკლაა ჩემი მოწინააღმდეგე. აუ, არ გვინდა რა ეს იაზო ლაპარაკი. თამაშობთ ხომ მგონი? თიკო შენი რიგებაა. აუ, კოზირი ხوار მიცხადებინა თიკო. გოგო თეკლა პრემიაზე გადის და უნდა აცხადო, აბა რა უნდა ქნა. ეხა თეკლა გავა პრემიაზე და დაპირებული საოჯახო ნაყინიც ჩვენია. ჯერ კარტი მაინც გენახა თამთა. ციდია მოგების შანსი. თან ძალიან. მეორე დამიწერეთ რა. მესამე. თამთა შენ? აუ მე პასი ვაფშე კარტი არ მომივიდა. ძალიან სასტიკად მოვიგეთ ეს ხელი. ეს ჩემია, ესეც კიდე ტუსში. ბოლო ორიც აქ დაიდოს. ორი ჯოკერი მყავს. რა უთეკლა მოიშალე პრემიიდან? პრემიიდან მოშლა არაფერია, თქვენ მუცლის მოშლა არ გინახავთ. აუ ჯე ხელი გავიჭერი ძანით და ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ვაიმე მიშველეთ, ანასტასია ბინტი და ბამბა მოიტანე დროზე. მიდი. მაილა კი არა მოგატყუე, კეჩუპი დავისხი ხელზე. აი დეგენერატი არ არის ახლა ეს, ჰა? დიდი ხანია მე მაგას ვამბობ. მეურთ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა. შენ ტელეფონი რეკავს. ალო. კარგით. დელია დეიდა იყო ცუდად ვარ გამომხედოს. ვაიმე წნევა იქნება ახლა მაგას მაღალი რა. წავალ გავხედავ მე. მოგატყუე, ვიღაც სხვა იყო ნომერი შეეშალა. სასიკვდილო თუ დაგჭირდება დახმარება. მე აღარავინ აღარ გიშველის. თუ როგორ იტყუება კაცო ხედავ მთელი დღე, ჰა? ტუალეტში ქაღალდი გამოილია. მოვალ ხო მოგაწვდი ეხლავე. კიდე იტყუება ეს მე მგონი. დღეს დილით იყო კაცო ქაღალდი და რა გამოლებდა ვერ გავიგე. აი ეგ მომატყუებს მე რა. არა ინგა შენი მოტყუება სად გაგონილა? უიმართლა უცილარი მჭირდება. გოგოებმა გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. უი რა კარგია თქვენ გაიხარეთ რა. აუ შემომაწვდის ვინმე ქაღალდს. ომარიკო გაიყინები ტრუნსიკში ჩაისვის სხვა შარბალი. სანამ მე ამას დავაკერებ. საქმე გამომიჩინეთ რა. აუ რა მექნა. ბავშვებმა მითხეს რომ ჩაჯექში პაკეთჩიო და გაიხა. კიდე კაირო ტრუნსიკი მაინც დაგჭო მთელი. და ბოლომდე არ შეიცხვი. უიმე გაჩერდი გოგო კიდე კაი. სიგი ისეთ აზარში შევედი რომ რაც კი დასაკერებელი ქონდა სახში, დავაკერე ყველაფერი რა.
რა გააკეთე? ჩემი დახეული ჯინსები რატო დააკერე? ეგეთი იყო ეგ. რა ვიცი გენაცვალე რანაირად გეცვა ეგ დასყვას ნიაკებული შარვალი. აი ამას აღარ ჩოვიცომი. არ გადააგდო არ გამაგიჟო ეხლა რა. დადეკაცო იქით პოლისტილოდ გამოვიყენებ მერე. აუ ჯეიცი შარვალი რო გამეხა მაგ დროს გამოიარა მზიადეიდა პირველ სართულზე რო ცხოვრობს და დამცინოდა. საცინრად რო აქ მზიას საქმე რა. ქმარი სამსახურიდან ხო გამოუგდეს. შვილი გაუბედურებული ოროსანი. დედამთილი დიალეზი ყავს და ეს ყველანი ერთად ცხოვრობენ ერთოთახიან ბინაში. იცინოს ბატონო. სხვა რაღა დარჩენია. იმინე ჭორბიურო ხარ აჰა დავაკერე მე მგონი მიდია ბამოიცვი. ჩაალაგე ახლა ეს ყველაფერი უკანინგა. აჰა შვენივრად გაქ რა გინდა. ნუცანცარებ ახლა კაცო გაჩერდი რა. ანასტასია მიდიხა და ესენი ჩავალაგო. მიდი და წაიღე რა ოთახში შეიტანე. რა იყო რა გატირებს ომარიკო? პროსტა რა პონჩი მიღალატა თუ მეტყვი? დაუწყნადები იე. და ხო იცოდი ეგეთი ბიჭი რო იყო, რაღაცა შეურიგდი. ძალიან დიდი ბოდიში თიკო რა. და მე მგონი იქ იყავი რომ მითხრა, ჩემი პრინცესა იქნებიო. ანასტასია ძედამძამა ბარა რომ მეზობლები შემიყარა უკვე და პრინცესა კი არა, ჯვარნიაშკა იქნებაო. ომარიკო გადი ოთახიდან თორე სულს გეფიცები შენზე ვიყრით ჯავს, გაიგე? გოგო ბავშთა რაღა გინდა დაწყნარდი ცოტა ეხა. დაუწყნარდი კი არა ეხა რომ წავალ და თეკლა გურგენიძეს გავამეროდებ. ნახოთ მე როგორ მოეწონება ლექციებს. დი ანასტასიამ თქვა თეკლა გურგენიძე უნდა გავამეროდო. ვაიმე, ნათქვამი როა ხო იცი ნუ დაეცემი მტრის დონეზეო. დაივიწყე რა. всё, მე ვიცი ხარ ესეც გავაკეთებ. ანასტასია დედა სად არის ამდენი ხანი? მომშვიდა. ლილაში მივდივარ და დამიბარა და მოვამალე. მოვედი. ისეთი უთო ვიყიდე, რო აი არ ვიცი ძვირფასი. დერითი იყიდე, ხო მითხარი გუშია, ფული არ მაქვს. რით და გუშროთმები შეიჭერი, ჩავაბარე ცეკვის ანსამბლში. პროსტა დილერი ხარ იმინა. ინგა უიაკ ხართ. აი ბურში გავაკეთე და მეთქი მივაწოდებ, ხო, აი. დედა შენ გაიხარელია, ესე იგი ახლა ვფიქრობდი რა ვაჭამო ომარიკოს თქო. ისე რა კარგი თემები გაქვს, შენ არაპირებ შეჭრას. იცი ადრე შემჭრა დედამ და მერე გაყიდა, იმის მერე აღარ ვეკარები. მე და თქვენ გავუგებთ ერთმანეთს ძალიან მაგრა. ხო და მესტუმრეთ, ლეკვის მურაბა გავაკეთე. But here I am next to you. The sky is more blue in Malibu. Next to you in Malibu. Next to you, baby. ვაიმე 39 კომარიკო სიცხე რაღა ვქნა. აუ ძანციო. მე ძრიან წინდებს მოგიტან. შენ კიდე პარაცეტამოლი დაალია მანამდე, მიდი. როგორ არის პაციენტი? გადარჩება? მიმღებში დაელოდ, სუ გამოვშტერდი მეც კიდე რა აღარ ავარ სრულ ჭკუაზე რეებს ვლაპარაკობ. აუ კორონა ხო არა აქ? კორონა კი არა ვიღას ახსოვს ერთი. გაცივდებოდა კაცო იმ დღეს ეზოში დარბოდა ოფლიანი. დეგენერატი ეგ. ინგა, როგორ არის ბავშვი? ისეთი მაღალი სიცხე აქვს რომ იწვის ბავშვი რა. ძმარი მიმაქ ახლა იქნება ამან მაინც უშველოს, 1000 საქმე მაყრია თავზე. მომიცი მე შევუტან შენ საქმეს მიხედე. აუ ისე ჯიგარსონალია დეიდა. ერთადერთი ნორმალური მეზობელი გვყავს. ლია ოქროა კაცო რას ამბობ, არაფერი რო არ ეშლება ეგეთია ზუსტად. ინგა დალია სულ წინააღმდეგობა კი გამიწია, მაგრამ მაინც სულ დავალებინე. მაგარი კოსტუმი გავაძლე ჰელოუინისთვის. თიკო რომ მოაჩავიცმეო. ვაი, იქ არ დათვრეთ ახლა და ისო პოლიციის ეკიპაჟმა არ მოგიყვანოს სახლში. თორე მე კარს არ გავაღებ.
აუ მაგარი ცუდად გავხდი მაშინ. თიკო ვაფშე კალახიანი მივიდა სახში. თიკო იქნება უმარიკო გააღე. ინგადეიდა როგორ ხართ? გოგო შენ კიდე არ ხარ მზად? გაიგიჟა თავის ანამ თიკო არ მოვა არ ჩავიცვამოდა. ღმერთს მადლობა რომ მოხვედი. არც მე არ ჩამეცვია ჯერ დაკეთენ ჯერ ჩემთან წავალ და მერე ივენტზე. კი ბატონო, ისეთი ბოროტმოქმედის კოსტუმი შევარჩიე რომ გაგიჟდები. მიდი ახლა ჩაიცვი და გვენახე. თიკო ყავას ხო დალევ შვილო. აუ კი ინგადეიდა. მე სტავლევ მიდი მოადუღე. ერთი სული კონდე ჩემსოდის მოხვიდოდი. ანასტასიამ არ მოუდუღა ყავა და შენ გელოდებოდა. ომარიკო, ატაიძიათ სუდა. დედა რა ვერ ჩაიცვა ამან კიდე კაცობა ანასტასია. მაცადე ჩხდილი ხო არ გამოვალ. აუ ხალდილით გვაქვს ისტორიაც და ვერ დავლებთ ვაფშე. თორე გამოგაბრუნებს ეგრევე უკან მასწავლებელი. ღირსებით იქნებით. აჰა, გამოვიდა. დედა ვისი კოსტუმია გოგო ეს? რა არის ვერ ვიცანი. თიკო იმედია შენ მაინც მიხვდი. გოგო ძალიან მეცნობა, მაგრამ რატო ვერ ვიხსენებ? თეკლა გურგენიძე ვარ. პირდაღებული უნდა დავტოვო. ცაფირუზის ფერია. აღარ ძვინთინდა და აღარც აღარაფერი, მაგით კაი გოგო დამშვიდდი რა ეხლა. რა არის გოგოებო, რატომ მობრუნდით კაცო ესე მალე? აუ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა ინგადეიდა. ხარი. თელა გურგენიძეს ჩემი კოსტუმი ეცვა. დე ქუჩაში 50 ლარიანი ვიპოვე. რას ამბობ კაცო მაჩვენე აბა? სადეგდო მარიკო. ოშე რატო უნდა მოგცე მე ვიპოვე გარაჟებთან ეგდო. არა კაცო მაჩვენე ხო ნამდვილია ყალბი ხო არ არის. ხო ამას მე შეგინახავო მარიკო. ვიცოდი რომ წამართ მევდი რა. ინგა ანაბარი გახსენე საქართველოს მობილ ბანკში. თან ეხლა საჩუქრებია და შეიძლება რომ მილიონი პლუს ქულა მოიგო. ყულაბაც გააქტიურე. მართლა? დედა ეგრე ვიზა მაშინ კაცო იქნება მართლა მოვიგო რაღაცა. ომარიკო ნუ ტირი ხარ ერთი შენი ჭირიმე რა, მომიტანე მედი ტელეფონი. თიკოს დედა მოიგო გუშინ წინ ქულები და მთელი კომუნალურები მაგით გადაიხადა. მაგას თუ ქონდა კაცო ბედი. პატარა იყავი შენ რა გემახსოვრება, მაგრამ რო უჭირდათ მაგათ მაშინ მოუკვდა მამამთილი ზუსტად. მერე ქელიხის ფული ცოტა წამოდგნენ ფეხზე. მაგით ისეთ თქმა გინდა. იმედია შვილებს არ გაწირავ 50 ლარის გამო. მე უნდა მოვკვდი. მართლაც რო გამოათაყვანეს მეზოს ბავშვებმა ეს რა. აღარ დაგინახო მაგათთან თამაშო. რაც მისისხება. აუ დე, ჩირი რა შევჭამო შეიძლება? აი მანდდებს და შეჭამე. აუ მე შევჭამ მაგას. მაგილა მევესება. თითი არ დააკარო მაგას ხალბატონო, სუფრისთვისაა. და იგი რატო ჭამს? ნო გამოეჯიბრე, ბავშვია. უზდელი ხარიცი? ხელებს მოგამტრევე ხა. ანასტასია, რა იყო მოკვდი? ბავშვია. ტუალეტი ვინ დატოვა ჩაურეცხავი. გეტყვი. მარა ბავშვია. აბა მოვიდა ახალი წელი და გილოცავთ ბედნიერების და კარგი ამბების წელი ყოფილიყოს. მე არ მიცგილოცავთ. მაგარი პონტებს გისურვებთ. აბა მიცგილოცავთ შეიძლება. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ მადლი და ყოველივე კანკი გქონებოდა თუფლისგან. და ბავშვი საწავიდა კაცო, აქ არის ყოველი წუთის წინ. გილოცავთ ახალ წელს. მე ნამდვილად ვეღარ მოვესწრები. იაგაკი. ესე იგი, ამ ხელა ახალი წლები გადავაგორეთ და ერთი არავინ დამხმარებია საქმეში. მოდენ მეშინა დაგეხმარები მე.
არა დედა გაჩერდი შენას დამეხმარების და ერთი კვირით მყავ ხარ აქ. კარგი ბატონო. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ამ სახლს კიდე ყავს ჩემ გარდა სხვა მუდმივი მაცხოვრებლები. კი, მე რო დაგეხმარო? არა, მარიკო, შენ ვერ დამეხმარები ამაში. ხარ მუდმივი მაცხოვრებელი, მაგრამ ვერა. პერტე, როგორ მინდა მიიღებს ტიპი ატყობთ. გავაკეთებ. მიხდი? აი მიდი, ხუსტალის ჭიქები გარეცხე. ესენი? Oops. Ყიზილ ბაშები შემოგვესმინე. შენ ხარ ინგა? ამერია. კი ბატონო, იცინეთ. მაგრამ მე სახლი დავაკრიალე დილიდან. ბრწყინავს ყველაფერი. ვაიმე, თაგმა გაირბინა რა არის ეს? მიხედავები? მაგრამ მიყმინოს ეგრევე გავიტრუპები. ვაიმე, ადით რა სკამებზე იყავით გეხოცები, როგორ დავიჭირო ეხლა მე სამხელა ქალმა, ჰა? განებით მაგ თაქვს თავი, ერთი კვირა აქ და ყველს ვაჭმევ ხოლმე. შენ თუ ხარ ნორმალური ბიჭო, რა ღირს იცი 1 კილო ყველი? 18 ლარი კაცო. ხო ხედავ რა დეგენერატი ბავშვია. თავი მოიშინაურა. ვაიმე, აღარ ჩანს მე მგონი წავალ ხაფანგს მაინც ვიყიდი. როდემ დონა ეტრაშუნოს კაცო, თაგმა დაკრიალებულ სახლში. თავის მერე შენ მოგივლი ვაჟბატონო. დაიჭირს ახლა ინგა ამ თავს და აღარ გიყოლება მეგობარი. ნეტარაგი ხარია, შენ ოთახში იყო გუში მთელი ღამე. არ არსებობს, სატენი შემიჭამა, შუაზეა გადაჭრილი. ნაწყენია ალბათ, არაფერს რო არაჭმევდი. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. აი მე ვიყიდე ხაფანგი ქვემოთ მაღაზიაში, მაგრამ რა დავუდო ეხლა ამას, ჰა? ნიგოზი? ჭამს ბიჭო ნიგოზს. კი უყვარს ძალიან. რატო არ ეყარება გენაცვალე, გემოვნებიანი თავი ყოფილა, კაი ოჯახის შვილი. სიო გავამზადე დავდებ ეხლა და გადიტკუხნიდან დაველოდოთ. დედა სად არის კაცო ეს თავი აქამდე ჩამოღამდა შუქი ვეღარ ამინთია. დედა გაება მე მგონი. ჭიჭი გამყო. მარიკო დაიჭირა პროსტა. გამოცდები რომ უალბეთ თავის მოკლა მომიწევს ისე მეშინია. რამე ახალი თქვი, კაი? სიზმრებს ნახულობ, რომ ვიჭრები. ფსიქოლოგთან ამის მივიდე უკვე. ძალიან მაგარი რაღაცა გაჩითალდა უნივერსიტეტმა. აბიტურიენტებს ეხმარებიან. მოიცა, გამოცდის გადაწერაში? თიკურა დებილობებს დააბრეხებ ხოლმე ზოგჯერ. რა გადაწერაში გოგო გამოცდებამდე გეხმარებიან. აგერ წერია უფასოა და გეხმარებით ყველაფერშიო. Facebook-ზე ჯგუფი და მან შევედი. და მიდი მე როგორ თეკლა გურგენძის და მაგათ ნუ ეტყვი. ბაზარი არ არის. დაგვაგვიანდა. ჯგუფშია უკვე თეკლა და კომენტარს წერს. ვინმე დამეხმარეთ უნივერსიტეტების დალაგებაში. უმჯობესია ბიჭი. გოგო შეშლილია უკვე მგონი. თან ბოლო სტადიის. ხოდა თეკლაზე ესეთ გამოჭრილი აბიტურიენტების კლუბი. სტრესის მართვის კურსები და მენტალური ჯანმრთელობის სესიებია ამ ჯგუფში. გოგო ისე მეც კი დავნერვაზდი ცოტა რა. გუშინ თურმე ღამე ძილში დავდიოდი წიგნებით. დედა ჩემმა მითხრა. გამოგიგზავნე ჯგუფის ლინკი და ვიაროთ ხოლმე მაგათ შეხვედრებზე. თბილისშიც იქნება და რეგიონებშიცო. ვიაროთ ხო, მაგრამ ხა თეკლა გურგენძი აქ არ მაკლია და მანდ მაყურებინე კიდე. და ვაფშე მიდი მიწერე, რატო არ გითხები ჯგუფი თუ იცოდა აქამდე. ნახოთ ერთი რას გეტყვის. მივწერე უკვე, დაიცა ვოისი გამომიგზავნა. რა ჯგუფზე იცახი, აზე არა ვარ. წავედი მეცახიან. გველეძუა გოგოა მაგარი. გავიგოთ აბა სიახლეები. როგორ არის ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი, ჰა? რა ქვიშველება. გავედი მე სამსახურში. ესე იგი მე იმას ვიზახი რომ ქვეყანაში კრიმინალია გაზრდილი მეთქი და ეს კიდე სამსახურში გარბის. იმუშავე რა ონლაინ. გუღმართი. დესახში ნაკლები კრიმინალები მყავხათ? სხვათა შორის ვაკანსია არის გაყიდვების სფეროში ინსტაგრამზე. ონლაინ და მომწერეთ. კრიმინალი რას ნიშნავს? ადამიანი რო ცუდ რაღაცებს აკეთებს, ეგ არის კრიმინალი. რომ მოიპარავ, რომ მოკლავს სხვას.
ანუ ანასტასია არის კრიმინალი? ამასთანავე ლუდია იყო დაუკითხავთ მაღაზიიდან და კაცი გამოგვეკიდა აქ დაცვა ეწერა და ანასტასიამ დაჭირებანას გვეთამაშებაო და მოუგეთ. აუ, რა მაგარი მორთფილია. ჯე ერთ სერიალს უყურებ კიდე? უყურე ხო? კარიც გააღებარებ. თუ ის უძღებიშვილი დაბრუნდა, უთხარი რომ არ შემოვიდეს, თორე მივაკლავ კედელზე. ვაუ, მარიკო, შენ გაიჩნდი როგორ ახარ? ზეითი ანასტასია. თიკო, ოღონდ არ არის ანასტასია სახში. ჩოფერში გაამწესა დედამ ერთი კვირით. რატო? რამე მიქარა? დედა საჩუქა დაბადების დღეზე პამპერსი და აი მე რა გიჟი გოგოა. წავალ მაშინ მე, კაი? კაი. Кто это было? არა ანასტასიას პატრულკა. ისე ჩამოხვედი საქართველოში და დაიწყე ნელ-ნელა ქართულის გახსენებაც. კი, მაგრამ დახმარება. მე რა დაგეხმარები ლაპარაკის მეტი რა ვიცი. კარგი. იცი ძალიან გემრიელია ეს ღვერი. აუჯე, ნატო მასწავლებელმა დღეს 1 ტონა დავალება მოგწო დასაწერი. დაშვენებულები ხართო. მე კიდე მაგრამ ნერვიულობ ქართულის საკონტროლოზე. კიდე 200 არ გამოუგრა ხელი. მისამეთ. ამასაც უარი ჩხუბები ცუდ ნიშნებზე? მე რომ ჩმიტავ ხოლმე. და რაზე ვეჩხუბო ხო ვერ მეტყვი. მე კი ვიყავი ფრიადოსანი და რაც აღმერთს არას წადდეს არასაქმე არ ექმნებისო. გენიოსი იყო ჭავჭავაძე რო თქვა ეს. აუ თიკო მე თუ ორიანი მივიღე ისევ იმინა პაჟას გავაჩენ სკოლაში. დედა თუ ნამიცხე წეგან რომ მე უკვე ყველაფერი ვიმეცადინეო. ნეტა ერთი მაგ ბავშვმა კიდე წიგნების გარდა რამე თუ იცის რა. კი როგორ არა, ჭადრაკზე დადის, ჩოგბურთზე და კიდე ცურვაზე. მერე შენ ხო დადიხარ ხოლმე მარიკო. მაღაზიაში დადიხარ ხოლმე თონეში, რომელი შენი კლასელი დადის თონეში. ხო, ისე მეც მინდა რომ გავიზრდები მურმანიძიასნაირი თონე მქონდეს. თონის გარეშეც გამოეცხო პურსი, დუხოვკაში. მე რა გიგია ადამიანი ზოგჯერ უთონო, მაგრამ 1000 პურის მცხოველი. დღევანდელ განათლებასაც თუ განათლება ქვია რა. აუ ჯე ეს ქუდი ვიყიდოთ რა, ძალიან მომეწონა. ვაიმე ეგ რა ქუდია, მარიკო, მოიხადე ერთ შენი ჭირიმე რა. მიხეილ გორბაჩოვს გავხარ. ვიყიდოთ, აბა რას ვეძებთ, ჯებულაბაზო გოგო? რა ვიცი, შარვალს და კურტკას ვეძებ ბავშვისთვის, დუტის. მე ვაფშე ნაირ-ნაირი თავარია მაღაზიაში შემობძანდი. აუ ჯემი ის კურტკა მომეწონა ყავისფერი. ხო, მიდი აბა მოისინჯე. კარგი რაღაცა. უი რა კარგად გაქო მარიკო რა გინდა? რამდენად მომცემთ ამას? იგა 120 ლარი ჩაიცვი წაიღე. 120? 80 არ გამოვა? არა ჩემო კარგო რა 80 ლარი, ეგ ვაფშე ერთი მოდელია დარჩენილი. კარგი თავიღებთ მაგას, ბარათით ხო გავატარებთ. კი ჩემო ლამაზო გოგო, უკვე ყველა ტერმინალით იხდის იმენა რა. აინებეთ. ვაიმე რატო არ გადაიხადა? ფული არ არის ბარათზე. ვაიმე რას ამბობ? დედა შეტანა დამავიწყდა თანხის. დიანასტასიას როგორ მოვარიცხინო, გუშინ წინ ჩამიწერა სკულაპი ტელეფონში. ვაიმე მიდი გეხოცები გავუგზავნე მოთხოვნა და გადმოვარიცხინე რა. გლანიდან ვარ კაცო ლილოში წამოსული. აი რეკავს. ხო ანასტასია. რას უცდას თხოს იქ ბავშვი? ვაიმე გადმოურიცხე მიდი რა მაღაზიაში ვარ და ვერ გადავიხადე ბარათით და რომ ვალ მოგცემ მე სახლში. კაი საკომისიო იქნება 30 ლარი მაშინ. კარგი ხო. ესე იგი ბავშვები გავზარდე თუ ბანკირები ვეღარ გამიგია რა. ჯე გადმორიცხე სკულაპით და გადაიხადე. აბა მაითავ ნახოთ მოდი. სიუ ეგარი დადასტურდა რა ბიჭიც მოგესწრო აგერ. ხო რა ვიცი. დედა საწავიდა ბავშვი კაცო. შეხედე. აუ ჯემინდა ეს კუდი. ანასტასია დედამ საჩუქრები მოგვიტანა. ვაიმე მართლაც რო საჩუქრები რა, ისეთ ტავარს მივაგენი შუავაკეში. აბაშიძის 10 ნომერში. თოვლისინგაც მოსულა. და იყიდება მოჩვენი. ნახე მან დავდე როგორი უბკა ვიყიდე ზამთრისთვის, არაჩვეულებრივი რა. გოგო ლილოს ფასები ქონდა მაგ მაღაზიას კაცო. რა ერქვა? მელოგრანო ხო? ცოტა ახლა შენი სწავლის ფული შემომეხარჯა. სამაგალითო მშობელი ხარ. ტანსაცმელი ამჯობინე შვილის განათლებას.
კაი არა უშავს დავამატებ მე ცოტა ხანში. სამაგეროთ ნახე რა შარვალი გიყიდე, რო არავის არ ეცმება. არ არსებობს. ზუსტად ეს შარვალი მქონდა ტელეფონში დასკრინული. ვიცი ხო, კაცო, მაგიტო კი. რაღაც არ მომეწონა ეგ დაუსრულებელი წინადადება. დაიმე დაუსრულებელზე გამახსენდა. ვინ შემთხვევა თუ იცი მაგ მაღაზიაში? კეთინო დეგენერატი. ომარიკოს კლასელის დედა. რო არ დასრულდა ჩემი და მაგის შეხვედრები რა. რა იყო მე შოპინგობდა ადამიანი? რა იყო და იმდენი რაღაცა იყიდა გაოფლიანდა საწყალი კონსულტანტი მაგეების გატარებით. როგორ შეიძლება, კაცო? აბა საწყალი კონსულტანტი, სულ მაგაზე ნერვიულობ. აუ დემერა მიყიდე მაჩვენე რა. სულ გიხარია ომარიკო, მაგ მაღაზიაში მარტო ქალის დასაცმელია. შენ ხო გიყიდა კაცო ახლები. აუ მე რა კიდე მინდოდა, ამას ჩავიცმევ მე. რა შეიცმევ კაცო, ჩემი უბკაა ეგ. აიმე დედა. შეხედე, კი მოუხდა ისე, ხო იცი? დედა თამუნა რა კარგი ამბავი მითხარი ახლა, ჰა? კარგი ჩემო კარგო, ხვალიდან მანდვარ. კარგი. ჯერშად მიდიხარ ხვალ. ქვემოთ ჩვენთან მაღაზიაში სჭირდებოდათ კიდე ერთი გამყიდველი, ხო და მე ვიწყებ ხვალმან მუშაობას. რა თქვი? Seba, მაღაზიაში გეტი შენს აღარ გვაქვს ვაფშე. იმიტომ ჯერჯერმე დაიწყო მანდ მუშაობა. აუ ჯერშახ აღარ იქნები ხოლმე? მაშინ დელი თუ გადამცეს პეჩენია. ასე თუ გაგზავნა პეჩენია კი არა, პურიც აღარ გადაგწდება ყელში. დავიხოცებით მშივრები. მაგრამ მოკვდებით? პესტა მეტი რა უნდა მოკვდე. პანიკა დავშვი. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩიტე, მოდით. რა გაჩიტე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ ციყოს მაინც არ გაჭმევდი მაგ სკვინტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვარა ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხვიშით და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩიტე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს, გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოაგროვე გლიტერები და გადაცვალე სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა. შეიძლება ის უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ, ვითო არ ეტყობა წრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყვარა თურმე ცოტნე უთრევე დედამის თმებით. რო გაუშვა თურმე თმები ქონდა ხელში შერჩენილი. აუ რა დროს თმებით თრევა დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა. ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. აუ როგორ ჩხუბობენ. ომარიკო დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა ვიმოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობა. სხვადასხვა დედაჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ენერგია არ მაკლდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქვა სულთაშორის ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. ვასომ დაინახა დედაჩემი და გამოვიქეცით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათ ასახში არ მიხვდეთ, რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. ომარიკო, გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა რო ყვირი ხომე უფრო იგნივა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირე კარაქენი პურის მეგრეთ მაგიდის ტილო მოკბიჩა. დი ტელეფონით დატენვა დამავიწყდა და ტელეფონით რო წავიდე. წადი ხო მე მოვალ წამოსაყვანად მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ. მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68, ეგ არის. ტელეფონით ვარ გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავს ეგ რობოტი დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამის უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროს შვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა. ტეხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო. აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ. მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი.
ვარკეთილში ტაქსიმ წამომიყვანა არასწორად თუ და მშველას ითხოვდა ქუჩაში. იმე მოგიკუდეს დედა. დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგე ხლა შეცდუცუბიზის 68 მივთვით რომ ვარკეთილში წახვიდე. პირდაპირ ისეთი გაუქმებიათ თურმე.